განბანველში ძირითადი საფუძველი არის ის, რომ მისი განბანვა არ უქმდება ეჭვის გამო, არამედ პირველ რიგში მას ევალება დარწმუნდეს მის განუბანველობაში. თუ დარწმუნდება, რომ განუბანელია, წყვეტს მის ლოცვას და განიბანს. განბანვის მოშლელი ფაქტორები არის: ორი გზიდან გამოსული შარდი, ან განავალი, ან გაზი, ან სხვა რამე. შარდისა და განავალის არაბუნებრივი გზიდან გამოსვლა. გონების დაკარგვა მთლიანად, როგორიცაა სიგიჟე, ან გონების დაფარვა გარკვეული დროით, როგორიცაა ძილი, გულის წასვლა, სიმთვრალე და სხვა. ძილი შლის განბანვას თუ იქნება ღრმა, რაც ართმევს გონებას. ვინც დაიძინებს ღრმად, მეჩეთში ან სხვაგან, სულ ერთია, იქნება დამდგარი დამჯდარი თუ დაწოლილი, ევალება მას ხელმეორედ განბანვა. მაგრამ თუ ძილი არ იქნება ღრმა, როგორიცაა თვლემა, რაც არ იწვევს გრძნობის დაკარგვას, მაშინ მას არ ევალება ხელმეორედ განბანვა, იმის თანახმად, რა სწორი ჰადისებიც გადმოიცა მაუწყებელისაგან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, რაც მიუთითებს ხსენებულზე დეტალურად. ასევე განბანვის მოშლელი ფაქტორებიდანაა აქლემის ხორცის ჭამა. ჯაბირ ბინ სამურას რადიალლაჰუ ანჰუ გადმოცემული ჰადისის თანახმად, რომ ერთმა კაცმა ჰკითხა მაუწყებელს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, განვიბანო აქლემის ხორცის ჭამის შემდეგ? უთხრა: დიახ.